თქვენ მინდა კითხო დღეს გამოიკითხე მოწმე პოლიციელები რომლებიც ამტკიცებდნენ რომ აი მათ დააკავეს ლაშა და ერთ-ერთი იყო დაინაძალადევის განყოფილების წარმომადგენელი გურამ ჩალაგაშვილი ხო რომელიც ხდომაზე ამტკიცებდა რომ მათ არ ემორჩილებოდა ლაშა მეორე მოწმე პოლიციელი საერთოდ არ ყოფილა იქ ერთ-ერთი მოწმე იცანით ხო ანუ რამ გადაარჩინა რეალურად და თქვენ ადვოკატი ხართ და ყველაზე კარგად იცით ადამიანებს სისტემა როგორ უპირისპირდება და რა მეთოდებით უპირისპირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე და თქვენ ვისხედით იმ დღეს ეთერში, როცა ლაშას ვეძებდით და ყველას გაგვახსენდა ნარკოტიკების ჩადებით დაკავებული სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რთულია ალბათ რაღაც შეფასების გაკეთება მიუხედავად იმისა, შეიძლება ადვოკატი იყო, იურისტი იყო. სამართლებრივ ჩარჩოებში საუბარი ამ საკითხებზე ცოტა რთულია, იმიტომ რომ არც გარე პროცესი და არც შიგნით სასამართლოში რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებს არ მიყვება. ჯერ ეს ერთი როცა დაიწყო სასამართლო პროცესი ლაშასი დღეს ადვოკატს საერთოდ არ გააგებინა. კი, მაგაზე ცალკე და აი აქვე აღნიშნავ პირველად დარღვევა რომელთაც დაიწყო ის არის რომ 3 საათის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით ლაშას, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და მაშინ როდესაც მე დამიკავშირდა ერთ-ერთი პიროვნება და მითხრა რომ რაღაც მუხიანთან ბევრი პოლიცია მოძრაობდა და შეიძლება იყავდეთ, შემდგომ უკვე დავიწყე ცალ-ცალკე სამმართველოებში დარეკვა და როცა ამ სამმართველოში დავრეკე, რეალურად ლაშასაც ესმოდა თურმე ჩემი საუბარი და მითხრეს რომ აქ არ იმყოფება ლაშა, ეგეთი არ შემოუყვანია და არც ველოდებით ვინმე მსგავს პიროვნებასო. აქედან დაიწყო დარღვევები. მე ვიცოდი რა თქმა უნდა რომ დღეს ანალოგიურად მოხდებოდა რომ ისე მიიყვანენ მას სასამართლოში რომ მე არ გამაგებინებდნენ თუმცა მაინც თადარიგი თავიდანვე დავიჭირე და როგორც იზოლატორში ასევე სამმართველოში ცალკე დავრეკი ყველა 1 საათში ვეკავდი რომ იცით ხო იცით რომ მე ვარ მისი ადვოკატი შემატყობინეთ აუცილებლად მინიმუმ 1 საათით ადრე მაინც როცა გადაიყვანთ იმიტომ რომ აქ მხოლოდ ტექნიკური ამბავი არ იყო რომ ჩვენ გვინდოდა ლაშას თან ერთად სასამართლოში მისვლა აქ იყო რომ ჩვენ მტკიცებულებებიც კი არ გქონდა ხელზე ჩვენ არც ვიცოდით ლაშას რომ არ ეთქვა ასე საუბრით მიღებული ინფორმაცია სამართალდამცავებისგან ჩვენას დაკავების ოქმი გქონდა არც ის ოქმი გქონდა რას ედავებოდნენ ანუ საერთოდ არაფერი არ გქონდა გარდა იმისა რომ 3 საათის შემდგომ გავიგეთ სად იმყოფებოდა მივედით მასთან და გავიგე რომ ჩვენი ასე თქვა მოლოდინი არ გამართლდა საბედნიერო და არ იყო ნაცემი ან ასე შემდგომ და ეს გადაარჩინა და ეს ყველაფერი გააკეთა პირველ რიგში თაკოს ვიდეომ და მოქალაქეების ლაივმა და იმ ვიდეოებმა რომლებიც გავრცელდა შემდგომ უკვე საზოგადოების რეაქციამ ამ საკითხზე და ის რაც ხდებოდა ეთერში თქვენს რაც უკვე აღნიშნეთ რომ ჩვენც ერთად ვიყავით ეთერში და იმ მომენტში როდესაც დაკავება ხორციელდებოდა, გადაყვანა ხორციელდებოდა, სამმართველოში იყო, მაშინაც კი ტელეპიროს უყურებდნენ და რეალურად აქედან იგებდნენ რაზე შეიძლებოდა ჩვენ გქონოდა რეაქცია და ამის შემდგომ როცა მეც უკვე ვთქვი რომ ყველა სამმართველოში მივიდეთ და მუხიანშიც დავრეკე, ამის შემდგომ იყო რომ იზოლატორში გადაიყვანენ. აი ეს იყო თავიდან თავდაპირველი დარღვევები, რაც შემდგომ უკვე გაგრძელდა სასამართლოში, რომელიც იყო სრული აბსურდი, მოწმეები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებზე საუბრობდნენ, ერთმა თქვა რომ 2 წუთი დაგჭირდაო და დაგაკავებინა და მანქანაში ჩაგვესვაო, როცა მეორე ამბობს რომ 1 საათის განმავლობაში ვაკავებდითო. ანუ ამას არ აქვს სასამართლოსთვის არანაირი მნიშვნელობა. არ არის მტკიცებულებები, არაფერი არ სამხრე კამერებით გადაღე, არაფერი და ამის მიუხედავად მოსამართლეს მაინც აქეთ გამოყავს მტყუანი ნებისმიერ შემთხვევაში დაჭერილი ადამიანი. ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ. დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ ეს ადამიანები იყვნენ სამართალდამცავები თუ ტიტუშკები. აი ეს პიროვნებები, რომელსაც ჩვენ ფოტოზე ვხედავთ, რით განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რომელიც მაკა ჩეხლაძეს და გიორგი შეწრულს დაესხა თავს. აი რით განსხვავდებიან? ისინი ხო არ არიან სამართალდამცავები მათი თქმით და ორგანოების თქმით არ ვიცი აი ვიზუალურად ამ წუთამდე პასუხი კი აი ვიზუალურად მე მათი ადვოკატიც ვარ და მე მათ საქმესაც ვიცნობ ხო ვიზუალურად ითი განსხვავდებოდნენ იმ დღეს ის პიროვნებები ვინც დააკავა ლაშა იმ პიროვნებებისგან ვინც დაესხა მაკა ჩეხლაძეს და გიორგი შეწირულს ანუ აღნაგობა ზუსტად იგივე შავებში ჩაცმული ყველაფერი შავი სახეს მალავ და აი ვერ ხვდები მათ შორის სხვაობა რა არის და მოდის ამ დროს წარმომადგენელი პროცესზე და ნუ ამბობს რომ განუმარტეს უფლებებიც, აჩვენეს ის მოკლედ ამადასტურებელი მტკიცებულებაც, რომ ისინი არიან პოლიციელები
და ვეუბნები რომ ეს სად ჩანს. აი მე ვიდეოს წარმოგიდგენ, სადაც ეს არაფერი არ ჩანს. მე ვიდეოს წარმოგიდგენ, სადაც შეუძლია, ყველაფერს თავი დავანებოთ 2 ადამიანმა დააკავოს და 10 აკავებს და თქვენასაც ამბობთ ის სად ჩანს. ობიექტური მტკიცებულება ვინ შექმნა? კარგი, ვიღაც აკავებს. ვერ იღებს ვიდეოს. აი ის რო არ დგას, რატო არ იღებს მინიმუმ საკუთარი ტელეფონით და ისო საჭირო იყო ეს ადამიანები, იმიტომ რომ იქ მოქალაქეები იდგნენ და წესრიგის დაცვისთვის. კარგი, გავყვეთ მაგ ლოგიკას. წესრიგს იცავდნენ. როგორ შეიძლება შენ უკან მდგომი მოქალაქეები წესრიგით დაიცვა, როდესაც ზურგით დგახარ ამ მოქალაქეებთან. ანუ ვერც ხედავ იმ ხალხს. აქ ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება ყოფილიყო ხმაური იმ მომენტში, ვერ ეგრძნო ლაშას მოქმედებები, რაიმე უკანონო მოქმედებას ქონოდა ადგილი, აქედან გამომდინარე, უბრალოდ არ გამოვიდათ. ისევე არ გამოვიდათ, როგორც დღეს ადვოკატის გარეშე პროცესის ჩატარება და ერთს დავამატებ კიდევ, რომ იქ ვინც მოვიდა პოლიციელი და ამბობს, რომ მე იქ ვიყავი და იქ სინამდვილეში არ იყო. ამბობს, რომ მე ზუსტად სიტყვით მახსოვს, რა თქვაო და როგორ მომაყენა შეურაცხყოფაო, მაგრამ ვერ იხსენებს რეალურად, რომ ადამიანს თლიან ტანზე, ანუ ეგრე იყო თითქმის დროშა ჰქონდა, ანუ რაიმე მაიდენტიფიცირებელი ხო არ გახსოვს მეთქი, ვიღაცა შეიძლება ხა წითელი ქუდით დაგამახსოვდეს, ვიღაცა შარვლით, აი დროშა როდესაც აქვს, როგორ შეიძლება რომ არ გახსოვდეს, თან ეს ყარა ის რაღაც 9 თვის წინანდელი ამბავი, 2 დღის წინანდილიც არ არის და არ მახსოვდაო. ნუ ეს არის დასტური იმისა, რომ გრძელდება ის პროცესები, რაც დაიწყო ადრე, დაკავება, დაშინება, რაღაცა შემდგომი მოქმედებების მოლოდინი და შემდგომ უკვე წრომოწმეები და ეს სასამართლოს და მოსამართლის შეურაცხყოფაა. აი ეხლა მე მინდა დაუსვა კითხვა ჩვენ სტუმრებს